იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შეღავათიან ფასად-გაცემის aktsiას აცხადებს. Როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აქციის მიზანი მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა. Ინტერესებულ პირებს შეღავათით სარგებლობა 5 სექტემბრამდე შეეძლებათ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა შეღავათიან ფასად დაიწყო. აქცია 11 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გრძელდება და პირთა კონკრეტულ წრეს ეხება. კერძოდ, სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც პირადობის ელექტრონული მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუქმდათ, ან 5 ოქტომბრამდე უხდებათ და არ ფლობენ საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ასევე ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც აქამდე მიღებული არ ჰქონიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა, ID ბარათს შეღავათიან ფასად მიიღებენ. ასევე პირადობის ელექტრონულ მოწმობას შეღავათიან ფასად მიიღებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც 18 წელი უსრულდება 5 ოქტომბრამდე და მათზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობები გაუქმდა, ან 5 ოქტომბრამდე გაუქმდება მოქმედების ვადის გასვლის გამო და ისინი არ ფლობენ საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ასევე ის მოქალაქეები, რომლებსაც 18 წელი 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ და მათზე გაცემული არ ყოფილა პირადობის ელექტრონული მოწმობა. აღნიშნული პირები პირადობის ელექტრონულ მოწმობას მეათის სამუშაო დღეს მიიღებენ ნახევარ ფასად, ხოლო ფოტოსურათის მომსახურების საფასურისაგან თავისუფლებიან სრულად.